ლიპოსაქციის მერე ესეთივე კითხვებია ხშირი რა. ცხიმი რო ამოვიღე მაგალითად ბარძაყებიდან, ხა მხრებში ხო არ ჩამიდგება. საქმე ისე რომ თუ არ იცვლება ადამიანის იგი კვების რეჟიმი აქტივობის ბიორიტმი დავარქვათ კრემათ აქტივობის რეჟიმი თუ არ იცვლება თუ ის აგრძელებს გასუქებას და თუ ლიპოსაქცია ჩატარებულია სწორად იმ ზონაში ნაკლებად გასუქდება მაგრამ ცოტა დაგროვდება და სადღაც ხო აღჭაგროვდება დღეს ლიპოსაქცია დღეს მსოფლიოში და ჩვენთანაც როგორც კი ერთ-ერთი პოპულარული პროცედურაა და ყოველთვის მინდა ხოლმე როცა კითხვას სვამენ აუხსნა პაციენტს ან მსურველს რომ უმაგრესი ოპერაცია ეს და ძალიან მაგარი შედეგებით და ძალიან კარგი და ხშორს ასე ვთქვათ long term ანუ ხანგრძლივი ეფექტით და ძალიან მაგრამ არ არის გასახდომი მაგრამ ხო გასახდომი არ არის და ყველგან არ უნდა გაკეთდეს ეს იმიტომ რომ არის დღეს რომ აუ ესე არ არის არ არის ხელწამოსაკრავი პროცედურა უნდა იყოს შესაბამისი აპარატურა უნდა იყოს შესაბამისად ანუ კარგი აპარატურა უზრუნველყოფს ოპერაციის წარმატებულ გამოსავალს ბარიატრიული პაციენტები თუ ყავს ჩვენ არ აქვს ბარიატრიული პაციენტები, მაგრამ ძალიან ბევრ პაციენტს ურჩევთ ბარიატრიულ ქირურგს მიმართონ, იმიტომ რომ ჩვენთან ეს პაციენტები მოდიან დაუშვათ აი მაგას ხო მე უკვე ლიპოსაქციის არა, მე უკვე დაშვებული ქსოვილების რო იქ მოცელი დაიჭიმოს იქ რა ჩამოშვი. ეფექტურია, იმიტომ ბევრ საინტერესოა. ზედმეტი კანის ნაკეცი რომ მოიხსნას, კი, რა თქმა უნდა ეფექტურია, მაგრამ საქმე ის არის რომ ზოგჯერ როდესაც აი ადამიანი იკლებს 40-50 კილოგრამს, იქ შეიძლება სერია დაჭიდეს ოპერაციების მუცელზეც, ბარძაყებზეც, ხელზეც, სახეზეც, ხა ეს ერთხელ არ გაკეთება რა თქმა უნდა, რაც უნდა კარგი პირობები იყოს, რაც არც არის რეკომენდებული. ანესთეზია ტარდებოდეს 10-12 საათი გეგმიური ოპერაციის შემთხვევაში, ხო? დიდად სასურველი არის, ამიტომ პაციენტი ბარიატრიის შემდეგ უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ მას შეიძლება დაჭირდეს სერიულად რამდენიმე ოპერაციის ჩატარება. ეს მნიშვნელოვანი და ყველაზე ცუდი რაც არის ამ სიტუაციაში, რომ ისევ და ისევ უნდა ახსოვდეს, რომ ნაწიბური იქნება. ნაწიბურები, ჩვენი ნაწიბურები დამალულია დაუშვათ ისეთ ადგილებსაც ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ უნაწიბუროთ ოპერაცია არ ხდება. არც პლასტიკური ოპერაციები არ არის ნაწიბური. რჩევა გია გვარამიასაგან არის რჩევა რა, უბრალოდ სწორი მიმართულება, რომ ნაწიბურები რჩება ოპერაციის მერე რა. უბრალოდ ნაკლებად შესამჩნევია. უბრალოდ ნაკლებად შესამჩნევია და ეს არ არის ტრაგედია. მინდა ერთად უთხრათ პაციენტებს ესეთი რამ, რომ არასოდეს არ შეადარონ საკუთარი უნიკალური გარეგნობა სხვას და არასოდეს არ კონდეთ სხვისი შედეგის მოლოდინი საკუთარ ინდივიდუალობა. ეს მნიშვნელოვანია. მეორე, როდესაც კეთდება ამ ტიპის ოპერაციები, როცა სასწორის სპინაზე დევს არსებული და მიღებული შედეგი უნდა ბევრად აჭარბებდეს არსებულს, ამიტომ ღირდეს უნდა ოპერაციის კეთება, როდესაც ამის გაკეთების სურვილი ჩნდება და აქ ექიმის კომპეტენცია არის მნიშვნელოვანი. სწორად ურჩიოს პაციენტს, სწორი გზაზე დააყენოს და არ იყოს მოტივირებული მარტო პაციენტის საოპერაციოში შეყვანით და მისი მოთავსება. რა გავლენა აქვს გია ესთეტიკურ და პლასტიკურ ჩარევას თქვენის გამოცდილებით და ეს მარტო პლასტიკური ქირურგები როცა მუშაობთ ჩვენ გარკვეულწილად ფსიქოლოგებიც ვართ, ხო? ფსიქოთერაპიის თავზე ვერ ავიღებთ, მაგრამ ხთებით, ხო, ესე რომ ვაკვირდებით ადამიანს. აი ადამიანის ქალის ფსიქოტიპი იცვლება თუ არა წარმატებული ოპერაციის შემდეგ. აი რა ტრანსფორმაციას ხედავ ხოლმე, როდესაც მართლა კმაყოფილი ხარ როგორც ქირურგი ოპერაციის შედეგით და ბედნიერ ადამიანს ხედავ. აი რა იცვლება? ეს არის ყველაზე კარგი მომენტი, როდესაც ადამიანი, როდესაც გრძნობ, რომ აი კარგი შედეგია. კარგი შედეგი გარდა იმისა, რომ შენ მოგწონს იგრძნობა იმით, რომ პაციენტია ძალიან კმაყოფილია და უშუალოდ შეიძლება გავუკეთო ძუძუ და სახეზე შეხედავ ბრწყინავს, ანათებს, გახარებულია თვალები ყველას. ანუ არის მომენტები, თუ პაციენტი შეიძლება შენ მოგწონს ძალიან, მაგრამ აი პაციენტს ეთყობა, რომ რაღაც მოლოდინი ქონდა სხვა, ცოტა ესეთ ნაკლები ემოცია აქვს, ნაკლები რეაქცია აქვს. როგორც წესი კმაყოფილი პაციენტი ემოციურად ყველა უკეთეს დონეზე გადადის. ერთი შემთხვევა უნდა გავიხსენო, გამოდის პაციენტი ანესთეზიის შემდგომ პალატაშია, გამოიღვიძა აუგმენტაცია ძუძუს გადიდება გაკეთებული და წევს ეხა ადამიანის აწოლში და იყურება ესე წევს და რომ შევედით მოსაკითხად, ჩემწი მოხდა ესა. როგორ ხარ მეთქი და ფეხებიო მეთქი ან დაბუჟებული აქვს რაღაცა ფეხები რა ფეხები ფეხებს ვეღარ ხედავ. ისეთი ბედნიერი იყო ამის რომ ესე მევიდო და ტერპებს ვერ ხედავ და იქვე დაიწყო იმის ეს აფტაცებული მდგომარეობა.